გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. კვარაცხელიას ოქროს ბურთის საგადა უახლესი ცნობა KO-ს დუეტის დაბრუნებაზე. მიქაუტაძის ისტორიული მიღწევა და კომენტარი ბოლოდროინდელ ჩავარდნაზე. ჩვენ კი ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე ჩვენ 90,000 გამომწერისკენ მივემართებით. ამიტომ თუ ახალი ხარ, ნუ დაიზარე პარხის გამოწერას. ყველას მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. ორი გიგანტის დაპირისპირება და მამარდაშვილი ევროპის ყველაზე პერსპექტიულ მეკარეებს შორის. დღეს ლა ლიგაში შუაკვირის ტური იწყება, სადაც ვალენსია ესპანიოლს უმასპინძლებს. ესენი კი არიან გუნდები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გასავარდ ზონასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ახლა თავს უფრო მშვიდად გრძნობენ და ეს უპირველეს ყოვლისა მათი მეკარეების დამსახურება. სუპერ დეპორტე კი მამარდაშვილისა და ჟუან გარსიას შესახებ წერს, რომლებიც დიდებულ ფორმაში იმყოფებიან და დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ამ გამოცემაში კი დეტალურად შემდეგი კომენტარი კეთდება. თუ წინა სეზონში მამარდაშვილი იყო ესპანეთისა და ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე, ახლა უდავოდ ჟუან გარსიას დროა. ესპანიოლის 23 წლის მეკარე შესანიშნავი თამაშით გუნდის გადარჩენის შანსებს ინარჩუნებს. ამიტომ ლა ლიგის ორი ბრწყინვალე მეკარის დაპირისპირებაში შესაძლოა სწორედ მეკარეებმა გადაწყვიტონ მატჩის ბედი. მამარდაშვილისა და ჟუან გარსიას ელიტურ დონეზე გადასვლა გარკვეულ პარალელებს იწვევს. ქართველი მეკარე ვალენსიას პირველ მეკარედ ხოსე ბორდალასის პერიოდში ჩამოყალიბდა, თუმცა რეალურად მთელი სიცხადით გასულ სეზონში აფეთქდა. ვალენსიასთან და საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები თამაში ისეთ დონეზე იყო, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე მეკარეებს შორის მე-7 ადგილი დაიკავა. მან იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა ევროპულ გრანდებზე, რომ ლივერპულმა თითქმის დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილება მისი შეძენის შესახებ. ამიტომ დღეს ნამდვილი შოუ უნდა ვიხილოთ. ორივე მეკარე კი შეესწება, რომ თავიანთ გუნდს ქულები მოუტანონ, რათა ლა ლიგაში თავიანთი პოზიციები უფრო მეტად გაიმყარონ. წერია გამოცემაში. ამასთან გეტყვით იმასაც, რომ გამოცემა ნაგომანიამ ტოპ 5 ლიგის ახალგაზრდა მეკარეები დაასახელა, რომლებიც უახლოეს წლებში ევროპის ფეხბურთში მაღალ დონეზე ითამაშებენ. სიაში კი მეორე ადგილზე გიორგი მამარდაშვილია. ეს გამოცემა კი გიორგის შემდეგი სიტყვებით ახასიათებს. მიმდინარე სეზონის დაწყების წინ ლივერპულში გადასვლას დათანხმდა. მასში კი 35 მილიონი გადაიხადეს, რაც მის პერსპექტიულობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს. მამარდაშვილი კი ენფილდზე გადასვლამდე მიმდინარე სეზონის ბოლომდე ვალენსიაში დარჩება. წერია გამოცემაში. საქართველოს ნაკრებისა და ლიონის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის გასული ტურის შეხვედრაში საგოლე გადაცემა შეასრულა. გიორგის კი მიმდინარე სეზონში 15 გოლი და 11 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რაც ლიონის უახლოეს ისტორიაში გამორჩეული შედეგი გახლავთ. საგულისხმოა, რომ მიქაუტაძე ამ საუკუნეში მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლიონში მსგავსი შედეგი დააფიქსირა. მაგრამ მიუხედავად გიორგის კარგი სათამაშო ფორმისა, ლიონს ბოლო პერიოდია ჩავარდნაქვს. ისინი ბოლო ტურში დავითაშვილის სენტ-ეტიენთან დამარცხდნენ, რის გამოც გუნდი მე-6 პოზიციაზე დაქვეითდა. ამასთან დაკავშირებით კი მიქაუტაძე შემდეგ კომენტარს აკეთებს. ძალიან რთული კვირა გქონდა. მერწმუნეთ, პირველ რიგში ეს ჩვენ გვაწუხებს, თუმცა ჩვენ ლიონი ვართ და რეაგირება გვმართებს, იმიტომ რომ ჯერჯერობით არაფერი დასრულებულა, განაცხადა მიქაუტაძე. დღეს პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ლიგა 1-ში ნანტს ესტუმრება. ეს კი არის 29 ტურის კალენდარული მატჩი, რომელიც 10 დღის წინ გადაიდო, რადგან პარიზული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ასტონ ვილას ეთამაშებოდა და გუნდს მეტი დრო სჭირდებოდა დასვენებისთვის. მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე კი ლუის ენრიკემ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, PSG-ს ლიგა 1-ის ტიტული უკვე განახდებული აქვს, მაგრამ გუნდის მიზანია, რომ ეს ტიტული წაუგებლად მოიგოს. ამ თვეში კი პარიზული კლუბი ნანტის, ნიცას და არსენალის წინააღმდეგ ითამაშებს. ამ ყველაფერთან დაკავშირებით კი ლუის ენრიკე საკმაოდ საინტერესო კომენტარებს აკეთებს. აქ მრავალი ახალგაზრდა ფეხბურთელია და შესაძლოა ზოგიერთისთვის მეორე მამის როლი მაქვს. ასე რომ ჩემი ქცევა მათთან მიმართებაში ინდივიდუალურია. თუ ჩახუტება სჭირდებათ, ამას ვაკეთებ. თუ რამის შესწორება ან რჩევა სჭირდებათ, ვეხმარები. ყველა შეხვედრაში უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობები. ნანტი ახლა დაბალ პოზიციებს იკავებს და სიტუაციის გამოსწორებას სურს, რაც მათთვის დამატებითი мотиваცია იქნება. რას ვიზამთ არსენალთან? ყველაფერსაც საჭიროა. ჩემთვის ისეთი ფეხბურთელები იმსახურებენ ძირითადში მუდმივ ადგილს, რომლებიც პოზიციათა ცვლილებაზე არ წუწუნებენ და ყველაფერს აკეთებენ გუნდის დასახმარებლად, განაცხადა ენრიკემ. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კი ტრადიციულად დააფიქსირეთ თქვენი აზრი თუ რა ანგარიშით მორჩება ეს შეხვედრა. ხოლო ვინც ორმოცემულობას გამოიცნობს, ის შემდეგ ვიდეოში მოხვდება. რაც შეეხება თავად კვარაცხელიას, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საფეხბურთო გამოცემა Goal.com 2025 წლის ოქროს ბურთის კანდიდატ დაუცეული გამოაქვეყნა. როგორც მოგეხსენებათ, მსგავს სტატისტიკას მრავალი გამოცემა ადგენს, სადაც უმეტეს შემთხვევაში ქართველი ფეხბურთელი ტოპ 10-ულშია, მაგრამ ყველასთვის გასაკვირად Goal.com-ის სიაში ქართველი ფეხბურთელი ვერ მოხვდა. თუმცა ამ სიაში გვევლინებიან უსმან დემბელე და დეზირე დუე. ამასთან ერთად გამოცემა მახსნა თუ რატომ არ არის ამ სიაში ქართველი ფეხბურთელი. რეიტინგში მე-15 ადგილი დეზირე დუეს მივაკუთვნეთ. თავისუფლად შეიძლებოდა ამ პოზიციაზე
ხუჩაზე ხუჩა კვარაცხელია, ანას ბრედლი ბარკოლა გვეხილა, რომლებმაც PSG-ს მაისურით მიმდინარე სეზონში არაერთხელ გაიფრწყინეს. მათი დამსახურებაცაა, რომ კლუბმა ლიგა 1-ის ჩემპიონობა უკვე გაინახდა. ახლა კი გუნდი ტრებლის შესასრულებლად იბრძვის. თუმცა თუ კი პროცენტულად ავიღებთ, საგოლე ქმედებაში ყველაზე დიდი მონაწილეობა დუეს აქვს მიღებული. სწორედ ამიტომ ამჯობინეთ ის კვარაცხელიას. ბარკოლას გვარი კი მცირედით ჩრდილში მას მერე მოექცა, რაც რამდენიმე მატჩის დაწყებას ათადარიკოთა სკამზე მოუწია, წერია გამოცემაში. მათი ეს გადაწყვეტილება კი ცოტა არ იყოს გაუგებარია, რადგან ხვიჩა მინიმუმ მოცეულში ყოფნას მაინც იმსახურებდა, რადგან ამჟამად კვარაცხელია მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ბარკოლა იჩრდილება. კვარას გამო ფრანკ ფეხბურთელს ათადარიკოთა სკამზე დაждდომა არაერთხელ მოუწია. მას კი ეს გარემოება ძალიან არ მოსწონს, რის გამოც დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს. აქედან გამომდინარე ფრანგული კლუბი ტრანსფერებზე ფიქრობს. განსაკუთრებით კი მათ შეტევათა ხაზის გაძლიერება სურთ. მომავალ სეზონში ცალსახაა, რომ გუნდს გამოცდილი ცენტრფორვარდის დამატება სჭირდება. ამ პოზიციაზე კი დიდი ხნის განმავლობაში ვიქტორ ოსიმანი განიხილებოდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ იტალიურმა მედიამ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელა. ვიქტორმა მანჩესტერი იუნაიტედთან პირადი დეტალები შეათანხმა. ახლა კი ჯერი კლუბებზეა. ნაპოლი ნიგერიელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს. წყაროსნობით კი წითელი ეშმაკები 60 მილიონის გადახდას გეგმავენ, რაზეც დიდი ალბათობით უარს მიიღებენ. შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ მანჩესტერ იუნაიტედი პარტენოპეის მოთხოვნილ თანხას გადაიხდის. მე კი შეგახსენებთ, რომ ოსიმენის გადაბირებით არაერთი კლუბი ინტერესდება, მათ შორის კი პარის სენ-ჟერმენიცაა. თუმცა როგორც ფუტბოლ იტალია წერს, ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ვარიანტი მანჩესტერ იუნაიტედია, რადგან ვიქტორმა ამ კლუბთან პირადი დეტალები შეათანხმა. ამიტომ ნახოთ, ჩაერთვება თუ არა ამ სატრანსფერო რბოლაში პარიზული კლუბი და დაბრუნდება თუ არა KO-ს დუეტი. ნაპოლი ჩემპიონობისთვის ემზადება, უნიკალური შანსი ხვიჩას. მადრიდის რეალის სამომავლო გეგმები, რას აპირებს ფლორენტინო პერეზი. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ლეგენდარული იტალიელი სპეციალისტი არიგო საკი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე მცოდნე ადამიანად ითვლება და მისი მოსაზრება ნებისმიერ კლუბზე მის პრეზიდენტსა თუ მთავარ მწვრთნელზე უზომოდ საინტერესოა. 79 წლის საკის კი ამჯერად კომენტარის გაკეთება მადრიდის რეალის წლევანდელ ასპარეზობაზე სთხოვეს. თუმცა მან კარლო ანჩელოტისა და მის შეგირდებზე უფრო მეტი ბლანკოსის პრეზიდენტზე ფლორენტინო პერეზზე ისაუბრა, რომელიც დეტალურად შემდეგ კომენტარს აკეთებს. რეალის მიდგომებსა და მისი პრეზიდენტის ფლორენტინო პერეზის საფეხბურთო გემოვნებას კარგად ვიცნობ, რადგან თავის დროზე ამ კლუბის ტექნიკურ დირექტორად მუშაობდი. პერეზი არაჩვეულებრივი პრეზიდენტია, მაგრამ თავდასხმასა და თავდამსხმელებს საკმარისზე მეტ ყურადღებას აქცევს. წარმოიდგინეთ, 3 თვე ვიბრძოდი და ვეხვეწებოდი საიმისოთ, რომ სევილიადან სერხიო რამოსი დაგვემატებინა, რადგან მას მსვლის ტრანსფერზე მუშაობის გაგონებაც კი არ სურდა, განაცხადა საკი. მისი ამ კომენტარიდან გამომდინარე კი კარგად ჩანს, რომ წლევანდელ სეზონში მადრიდის რეალის მთავარი პრობლემა სწორედ დაცვითი ხაზია. გუნდში მცველების ნაკლებობა, ამიტომ მომავალი სეზონიდან კლუბი სწორედ ამ კუთხით გაძლიერდება. მადრიდელები მარჯვენა ფლანგზე არნოლდს დაიმატებენ, ცენტრში კი სალიბას კანდიდატურა აქტიურად განიხილება. შესაბამისად პერეზი ახლა დაცვაზე დიდ აქცენტს გააკეთებს. სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ინტერსა და ნაპოლის შორის თანაფარდობა. სიმეონე ინძაგის გუნდმა შუაკვირაში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, მაგრამ შემდეგ სიმეონე ინძაგის გუნდი სერიაში ბოლონიასთან ბოლო წუთზე დამარცხდა, რითიც სერიაში მოვლენები კიდევ უფრო დაიცაბა. ახლა ინტერსა და ნაპოლის ერთნაირი ქულები აქვთ. ინტერს კი ზურგზე დიდი ტვირთი აწევს, რადგან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბარსასთან აქვს სათამაშო, რის გამოც მათ ძალები უნდა შემოინახონ. ამასთან ერთად მათ სერიაში ძალიან რთული მატჩები დარჩათ. კერძოდ მათ უახლოეს პერიოდში მილანისა და რომას წინააღმდეგ მოუწევთ თამაში და საერთო ჯამში მათ მეტი თამაშის ჩატარება მოუწევთ. ნაპოლის კი შედარებით მარტივი კალენდარი აქვს. შესაბამისად პარტენოპეის სკუდეტოს მოგების ძალიან დიდი შანსი აქვს. ამიტომ იმ შემთხვევაში თუ ნაპოლი ჩემპიონობას იზეიმებს, ეს თასი ხვიჩასაც ჩაითვლება, რადგან მან ნახევარი სეზონი ნაპოლის რიგებში გაატარა, რითიც ხვიჩა როგორც სერიას, ასევე ლიგა 1-ის მოგება შეძლებს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.